მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად. და დღეს ტრადიციულად ყოველი თვის ბოლოს ხვდებით მომდევნო თვის საჯარო გაშლით სტიქიების მიხედვით. კითხვაზე ვცემთ პასუხს, რა იყო, რა არის და რა იქნება თითოეული სტიქიისათვის. ნახოთ კითხვაზე პასუხი, რა იყო. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს გაზიარება, დაკომენტარება და აქვე ვინც ვერ ახერხებთ დალაიქებას, დაკომენტარებას, გამოწერას და გსურთ გამოხატოთ თქვენი მადლიერება, მომწერეთ პირადში და ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ უბრალოდ ანგარიშზე მადლიერების ნიშნად. იმისათვის რომ დაღაბალანსოთ ენერგეტიკული მიმოცვლა თქვენსა და ჩემს შორის. ნახოთ რა იყო. რა იყო მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის, რა იყო წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის, რა იყო ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის და რა იყო ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი. თებერვალში 2025 წლის, 2026 წლის თებერვალში. რა არის ახლა თებერვლის დასაწყისში, რა არის ახლა 2026 წლის თებერვალში. რა არის მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის, რა არის წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის, რა არის ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის და რა არის ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. უცებ დამოვიწყდა აქ რომელი არგანი დავდე. და ბოლოს რა იქნება 2026 წლის თებერვლის თვეში. რა იქნება 2026 წლის თებერვალში მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის, რა იქნება წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის თებერვალში, რა იქნება ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის და რა იქნება ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. ნახოთ. და ტრადიციულად დავიწყოთ. ვინც ვერ მოასწარით, შეგიძლიათ რა ვიცი, პრინციპში ვარიანტებს არც ვირჩევთ, ხო? დავიწყოთ მიწა. მიწა, რა იყო? რა იყო და მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან მოვიდა ქურუმი ქალი. სავარაუდოდ აქ სხვათა შორის ბევრი მიწის სტიქიის წარმომადგენელი დაიწყებდა რაღაცა ინფორმაციის გაზიარებას, საკრალური ცოდნის ან ძიებას, ან საკრალურ ცოდნაში ჩაღრმავებას, თუმცა გაზიარებაც არ, იმიტომ რომ ამ დასტაზე ესეა გამოსახული, რომ აზიარებს ქურუმი ქალი ინფორმაციას. ნახოთ რა არის. ცხრიანი ხმლებია. არის რა? არის ის, რომ ცოტა შეიძლება გადაიღალეთ, ცოტა შეიძლება ფიზიკურ დაღლას გრძნობთ, ცოტა შესაძლოა გამოფიტვას გრძნობთ მიწის სტიქიის წარმომადგენლები და როგორ ხართ იცი, ვერ ვიტყვი, რომ პესიმიზმში ხართ, მაგრამ აი რაღაცნაირად კითხვა მაინც გაქვთ, რომ სწორია ის, რასაც ვაკეთებ, ანუ სწორია ის, რაც დავიწყე და რა იქნება. ვნახოთ. კვერთხების მეფე. ცალსახად სწორია, ჩემო ძვირფასებო, ეს არის გზა მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის, რომელსაც მიყავხართ დანიშნულების წერტილში. ეს არის მიწის სტიქიებისთვის რაღაცა ან ცოდნის დაუფლება,
ან თქვენ დაიწყეთ უშუალოდ ან საკრალური ცოდნის შეძენა, ან რაღაცა ცოდნის შეძენა. სხვათა შორის ეს შეიძლება უკავშირდებოდეს კომუნიკაციებს, რაღაცა კავშირებს და ასე შემდეგ. ესეთი სიტუაცია აქვს. ყოველ შემთხვევაში, რაც დაიწყეთ იმ საკითხთან დაკავშირებით, დაღლა ნორმალურია, იმიტომ რომ თქვენთვისაც სიახლეა, ენერგეტიკული გადაწყობა გჭირდებათ ამ ყველაფერზე, თუმცა ნამდვილად არის სწორი გადაწყვეტილება და ნამდვილად მიგიყვანთ ეს ყველაფერი მონიშნულ წერტილამდე, მიზნამდე. ვნახოთ წყალთან რა ხდება. რა იყო? სულ მაღალი არკანები მოდის, რა საინტერესოა. არკანი შეყვარებულები. წყალთან, ჩემო ძვირფასებო, აქ ხდება როგორი სიტუაცია. შეიძლება წყლის ენერგიის წარმომადგენლებმა უმრავლესობამ რაღაცა არ ვიცი გარკვეულწილად წარსულთან გქონდათ ეს კავშირი და წარსული ურთიერთობების აღდგენა ან მსგავსი რამე გადაწყვეტეთ ამ დრომდე, ხო? თითქოს რაღაცა ერთი შანსი შეიძლება მიეცით უფრო მეტად ან რაღაცა დაუშვით ალბათობა, რომ შეიძლება ესე მოხდეს. ვნახოთ აბა რა ხო, კი ბატონო. თასების ტუზი მოვიდა აქ. ეს არის უფრო აი წყალთან ემოციური ურთიერთობებია. რაღაცა უფრო მეტად ემოციებზე მესაუბრება. ეხლა ამ წუთას ვფიქრობთ, რომ კარგად ხართ, ნამდვილად და კარგი იყო ის, რაც ანუ ერთი შანსის პრინციპით წარსულიდან მოაბრუნეთ. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ადამიანი, შეიძლება იყოს რაღაცა სიტუაცია, რომელიც წარსულში თითქოს გაუშვით, მაგრამ ეხლა უკან დაბრუნდა და ისევ აქტიურია თქვენთვის და აქტუალური, ხო? პრინციპში რა არის და ეხლა ამ თქვენი გადაწყვეტილებით ტკბობის პერიოდი გაქვთ, ჩემო კარგებო. და ვნახოთ რა იქნება. იქნება რა? 6-იანების პენტაკლები, მშვენივრად იქნება ყველაფერი, აქ არის ემოციური მიმოცვა, აქ არის სწორი გაცვლა გამოწვა, ანუ რასაც გასცემთ იმის სანაცვლოსაც დაბალანსებულად იღებთ წყლის ენერგიის წარმომადგენლები. მე ვიტყოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნება აქ თებერვლის თვეში. უბრალოდ აქ არის რაღაცა შეიძლება თქვენს ყურადღებას ვიღაც კიდევ საჭიროებს, ჩემო კარგებო. და ეს არ არის უშუალოდ აი როგორი სიტუაცია იცით წყლის სტიქიის წარმომადგენლებთან. შეიძლება ვიღაცა სჭირდება თქვენი მხარდაჭერა ემოციური. არა მხოლოდ რაღაცა ან ფინანსური, ან ასე შემდეგ, ან პირიქით ემოციური მხარდაჭერას გასცემთ საკმარისად და ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერაც დასჭირდეთ თქვენგან, ამიტომ რაღაცა არ დაგრჩეთ შეუმჩნეველი თქვენს უახლოეს სივრცეში, სადაც ტრიალებთ. ვნახოთ ცეცხლთან რა იყო, ჩემო ძვირფასებო, რა იყო ცეცხლთან? ხო, ცეცხლთან იყო თვარის არკანის ენერგია, რა საოცარია რა, მესამე მაღალი არკანი მოვიდა სტიქიასთან. ანუ ცეცხლთან იყო თვარის არკანის ენერგია, ცეცხლთან იყო სიტუაცია, როდესაც რთულ პერიოდს გადიოდით თითქოს, ანუ მაგრამ ამ რთულ პერიოდს გატანინებდათ იმედი, რწმენა უკეთესის, რაღაცა შეიძლება შორეულის, თუმცა მაინც უკეთესის და აი ამ რწმენით იყავით გამსჭვალულები. რა არის? ხო, აქ მეორე მაღალი არკანი მოვიდა, არკანი კოშკი. ეხლა შესაძლებელია გადიხართ მდგომარეობას, როდესაც ამ თქვენი რწმენის შეფასების ეტაპია. ანუ რას გულისხმობ შეფასების ეტაპი? კარგია თუ არა? სწორი ვქენი თუ არა? თითქოს რაღაცა იმხელა სირთულეში აღმოჩნდით, რომ საკუთარ თავს უსვავთ შეკითხვას, რომ ანუ სწორია ის, რასაც გავდივარ, ან შეიძლება ეხლა უფრო დამძიმდა სიტუაცია და ანუ თქვენ თავში შეიძლება გეპარებათ ეჭვი, რომ რატომ ჯეროდა, ან რა იყო ის, რაც მაძლევინებდა და რაც რწმენას მაძლევდა. მაგრამ ჩემო ძვირფასებო, რა იქნება და აქ მოვიდა პენტაკლების ტურზე. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებთან ყველაფერი იქნება იდეალურზე კარგად. უბრალოდ ამ ყველაფერს რჭირდება ძალიან დიდი
ემოციური და აი ნერვებით შრომა. რას გულისხმობ, ნახეთ, თქვენ ეს ყველაფერი აქ არის ემოციურ სიტუაციაზე საუბარი. ეს შეიძლება რაღაცა ფიზიკურად დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, მაგრამ იმხელა ემოციური წნეხი ახლავს ამ პროცესთან, რასაც ახლა თქვენ გადიხართ, ხო? იანვარსსა და თებერვლის თვეში, აი ამ დრომდე ახლა აი აქ, ხო? რომ ძალიან აი სული რო წკიპზე გაქვს ადამიანს და ესე წინაკბილებით გიჭირავს, აი ეგეთი ვარიანტია დაახლოებით. მაგრამ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ნამდვილად ძალიან კარგად. არ დაკარგოთ იმედი და აუცილებლად გწამდეთ, რომ სამყარო არის თქვენს მხარეს. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებო. თუმცა შრომა მოგიწევთ. ნამდვილად ვერ მოგატყობთ ამას და ბოლოს ნახოთ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებთან რა ხდება, რა იყო ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებთან. ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებთან მოვიდა 4-იანი თასები, აქ იყო დეპრესიული მდგომარეობა, აქ იყო რაღაცნაირი იმედის დაკარგვა თუ იმედის გადაწვა, აი რაღაცა ესეთი, რომ უსაშველო მჭირს. აი თითქოს რაღაცა ის, რაზეც იყრდნობოდით, ის, რაზეც ეიმედებოდით, ის, რაზეც დაუშვათ ესეთი გრძელვადიან მიზნებს ამყარებდით, ხო, ის რაღაცა ფეხქვეშ გამოგეცალათ გქონდეთ, მაგრამ შეირყა ამისი ჭეშმარიტება, ხო? რა არის? არის რა, მშვენივრად არის ყველაფერი, პენტაკლების ტუზია აქ სამყარომ გითხრათ, რომ სულტყუილად ხართ ესე დეპრესიულ განწყობაში, იწამე, ირწმუნე, იმოქმედე და მიზნებს აუცილებლად მიაღწევ. აი ეს არის, აი რაღაც უმოქმედო მდგომარეობიდან, რომ არაფერი არ მინდა სიტუაცია არის, უცებ გადახვედით პენტაკლების ტუზის ენერგიაში. ეხლა ეს მდგომარეობა გაქვს, ან მოტივირებული ხართ, ენერგიული ხართ, რაღაცა მიზანდასახული ხართ, ხო? რა იქნება ჩემო კარგებო და აქ იქნება აუცილებლად რაღაცა თქვენთვის საინტერესო სასიამოვნო შეხვედრა, რაღაცა არჩევანის მდგომარეობა გექნებათ, სადაც აუცილებლად უნდა იმსჯელოთ და იფიქროთ, რა არის თქვენთვის უკეთესი და თქვენი მომავლისთვის უკეთესი. აქ შეიძლება იმ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს, ვისაც ყავს ოჯახი ან მეორე ნახევარი ან ასე შემდეგ, ხო? აქ იყოს რაღაცა საერთო მომავლის და საერთო მიზნების დაგეგმვის მომენტი თებერვლის თვეში. ესეც შეიძლება იყოს, ან შეიძლება იყოს რაღაცა გაერთიანება, შერიგება და ის რაღაცა მტკივნეული მომენტების გადაფასება და ისევ ბედნიერი წუთების დაბრუნება თქვენს რეალობაში. საბოლოო ჯამში თებერვლის თვე, ჩემო კარგებო, საკმაოდ დადებითი ენერგიით ხასიათდება. ყველა ნიშანს მოგიწევთ შრომის გაგრძელება, თუმცა შედეგებს აუცილებლად დაინახავთ სასიკეთოდ. აი ესეთი იყო ჩვენი თებერვლის თვის 2026 წლის თებერვლის თვის ტაროლოგიური პროგნოზის სტიქიების მიხედვით. იმედი მაქვს მოგეწონათ, იმედი მაქვს რეზონირდა. გელოდებით ყველას კომენტარებში და გთხოვთ, რომ არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება, დაკომენტარება და გაზიარება. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემთან ერთად. დროებით.